მოგესალმები ერო. მე დღეს არ გამოვჩდები, მაგრამ თქვენ ხედავთ ჩემს YouTube არხის იმ სურათს, რომელ სურათსაც შეგიძლიათ ეახლოთ, გაეცნოთ ყველა 1600 ვიდეოს. ვინც არ მიცნობთ და ვინც მიცნობთ, გადაუზიარეთ თქვენს მეგობრებს, რასაც დღეს გეტყვით, ის არ არის სახუმარო. 20 ივნისს მე მივდივარ 7 კაცთან ერთად უშქულში, სადაც გავაცხადებ თამარ მეფის აკლდამის სამყოფელს. ვისაც გაინტერესებთ თამარ მეფის აკლდამა და მეკითხებით, თუ თამარი ხარ, შენი გადამალული განძიც გეცოდინება სად არისო, აი იმათ გადაუზიარეთ და კიდევ ერთს გეტყვით, ვინც ამას გაატარებს, დაწყევლილი იქნება, ხოლო ვინც ამას გააზიარებს, დალოცვილი იქნება ღმერთისგან. არ არის სახუმაროდ საქმე, აქ არის საქართველოს გადარჩენაზე საუბარი. ნუ ქილიკობთ იმაზე, ვარ თუ არა თამარ მეფე. ეგ თქვენი საქმე არ არის, ვარ თუ არა თამარ მეფე. გაიგეთ, რას გეუბნებით და რას გელაპარაკებით. თუ თქვენ გაინტერესებთ, ვარ თუ არა თამარ მეფე, წამობრძანდებით 20 ივნისს უშგულში გიხილავთ. 20 ივნისს და 21 ივნისს უშგულში ვარ. ვისაც გაინტერესებთ თამარ მეფის აკლდამის სამყოფელი, წამობრძანდებით და მიხილავთ იქ პირისპირ. ვისაც არ გაინტერესებთ, ხმებს ჩაიგდებთ და დაეტევით სახლში. ვინც ჩემზე ცუდს იტყვის, ან კიდე დამწყევლის, ან კიდე ჯადოს გააკეთებს, ან კიდე იქილიკებს, ან კიდე რამე ცუდ სიტყვას გამოთქვავს, ან კიდე დამამცირებელ სიტყვას გამოთქვავს, ყველა მკვდარი დაიდოს ჩემს წინაშე. ესეთი წყევლაა და მკითხეს. როცა გაბრაზდებოდა თამარი, ისიც ეგრე იწყევლებოდაო? დიახ, თამარი არ ბრაზდებოდა, რადგან ვისაც ბრაზდებოდა, იმას წყევლიდა. ერი არ იყო მაშინ მძინარი. მაშინ მხოლოდ საპატრიარქოთა ყვავყორანი იყვნენ მძინარნი. დიახ, წყევლიდა მათ და დიახ, მიეწიათ მისი წყევლა მათ. სწორედ ამიტომ დაიწყო საქართველოს გაბრწყინება. თუ არ დაამარცხებ სიბნელეს, ვერასდროს განათდება. ამიტომაც დავიწყე წყევლა, ვინც ჩემზე თქო, რამე ცუდად ენა ამოატრიალოს, ენაც მოსწყდეს და მისი ყველა კაიც. და თუ შენ ჩემზე ცუდი არაფერი გითქვავს, ნუ გეშინია ჩემი წყევლის. გიხაროდენ, რამე თუ გაიწმინდება ცეცხლში ყველა ნაგავი. ის არ არის ერი, ვინც თამარ მეფეს წყევლის, ან მასზე ქილიკობს, ან მასზე ცუდ რამეს ამბობს. არ არის ის არც ქართველი და არც მისი მოყვარე. ამიტომაც ის დაიწყევლოს ზეციდან. არ შეისმინება წყევლა ჩვეულებრივის პირიდან, ხოლო თუ წმინდანმა დაიწყო წყევლა, ვაი მის დღეს მერე, ვინც დაიწყევლა მისი პირიდან. ფრთხილად იყავით. 5 წელია გესაუბრებით და თქვენ თუ ეხლა გამიცანით, 5 წლის მანძილზე გესაუბრებით. გადახედე ვინა ვარ და რას გესაუბრებით და თუ დრო არ გაქვს ამისთვის, დაწყევლილი ხარ. და თუ დრო გაქვს მხოლოდ ფულის გამომუშავების და მის მონობის, დაწყევლილი ხარ ზეციდან. 20 ივნისს გნახავთ, შაბათ დღეს, რამდენიმე დღეში ყველას, ვისაც გაინტერესებთ, ვარ თუ არა თამარი. მოხვალთ და მნახავთ და თუ ვერ მოხვალთ, უნაროები იქნებით. ან ფულის მონები. ან და კიდე მძინარე ხალხი. აღდგომა იწყება, ხალხო. თქვენ კიდე გძინავთ? ყველანი მიწაში ჩაიდებით მაგ მძინარე მდგომარეობაში. გამაფხიზლდით მეთქი გეუბნებით.
ვინც მე გიჟი მიწოდოს 10,000 გიჟი დაესიოს მას და ჩაქოლოს ამინ ამენით იესო ქრისტე ნებითა შენითა უფალო შეისმინე ყველა ის წყევლა რაც ჩემი პირიდან გამოვიდა თქვენ გონიათ მე მიყვარს წყევლა მაგრამ როცა სხვა გზას არ მიტოვებთ დასაწყევლია ის ვინც ხელს მიშლის და ვინც ხელს მიშლის ის არის ვინც შემზე გიჟს ამბობს ან დაიცინის ხო და ასეთები ჩაიდებიან მიწაში 30,000 ადამიანი განადგურდა და მოკვდა როდესაც თამარი გამეფდა თქვენ გონიათ ახლა სხვანაირად მოხდება 100,000 ადამიანი ჩაიდება მიწაში 100,000 ვერ გამოფხიზლებული ადამიანი ჩაიდება მიწაში და ფრთხილად იყავი ამ 100,000-დან შენ არ იყო ერთ-ერთი ფრთხილად იყავი ვის დასცინი და რაზე იცინი შე უნაროვ დამიძახე და მოვედი და ეხლა დამცინი მიწაში ჩაგდოს ღმერთმა თუ ერთხელ მაინც თამარისთვის დაგიძახებია და დღეს დაგიცინია მისთვის მიწაში ჩაგდოს ღმერთმა დღესვე ხუმრობა გგონიათ თქვენ ლოცვა ხომ ან წყევლა ან რამე სურვილის გამოთქმა ხუმრობა გგონიათ მიწაში ჩაგდოთ ღმერთმა თუ ვერ გამოფხიზლდებით რამე თუ ამ დედამიწას ამძიმებთ ხელს უშლით სინათლის შემოსვლას და ხელს უწყობთ ჯოჯოებს და მტაცებელ ვირებსა და თხებს რატომ უერთდებით ვირთხებს და რატომ არ გინდათ აღმდგარი თამარის დანახვა არ გინდათ ხომ და მკვდრებთან ჩავლენ მკვდრები ხართ და მკვდრებს დამარხავთ და თავადაც მიყვებით ზედ რატო ვარ გაბრაზებული აბა გულხელდაკრეფილი ვიყო გულხელდაკრეფილი ვიყავი აქამდე 5 წელი გელოდეთ 5 წლის მანძილზე ერთი დღე არ გამიცდენია სულ გელაპარაკებით თქვენ კი დამცინი ხართ ღმერთმა დაგწყევლოთ ვინც დამცინი ხართ არაფერი გამიკეთებიათ ცუდი თქვენთვის და დაგწყევლოთ ღმერთმა ვინც მე ხელი დამადო ცუდად ან ენა მოუტრიალდა ცუდად არც არაფერი წამირთვავს თქვენთვის თუ არ მომიცია თქვენი დასაწყევლი და თქვენი დასაცინი მე არ ვარ ღმერთმა მიწაში ჩაგდოთ ყველანი ვინც მე დამწყევლა ან დამცინა თუ არ მოინანიე ჩემს წინაშე ბრიყვო აღდგომას ელით ხო და გეშინიათ აღდგომის მაშინ როდისღა გინდათ რომ აღდგეთ ან გაიღვიძოთ გეზარებათ ხომ ტრაკის აწევა ლოგინიდან უნარო ერო გამაფხიზლდი და დამიდექი მხარში თუ გინდა რომ ეშველოს საქართველოს წამოდი უშგულში და დადექი იქ სადაც თამარის აკლდამაა ჩემს აკლდამასთან მიგიყვანთ მეთქი გეუბნებით ჩემს ძველ კაბას გაჩვენებთ არ გინდათ ღმერთმა დაგწყევლოთ თუ არ გინდათ
აბა რა ჩემი ფეხები გინდათ შეეშინდათ წყევლის არა ბებია თქვენისამ არ დაწყევლა ქრისტემ ის ლეღვის ხე რომელმაც ნაყოფი ვერ გამოიღო სწორედ ის ხეები ხართ რომლებიც ნაყოფს ვერ იღებენ ხოლო გაფოთლილები კი კარგად არიან გახმი შენი ხიანა ასე დაწყევლა ქრისტემ ლეღვის ხე ის ლეღვის ხე ალეგორიულია და ადამიანთა მოდგმის ხეებს ნიშნავს იმ ხეებს რომელიც ნაყოფს ვერ იღებენ ხოლო გაფოთლილები არიან და დედამიწას აწევებიან ზურგზე სიმძიმედ ვისაც ჩემი გაცნობა გსურს და არ მოხვალ უშკულში ვერ მოხვალ არ მოხვალ უშკულში შეგიძლია და არ მოხვალ უშკულში ღმერთმა დაგწყევლოს ვისაც ჩემი გაცნობა სურს და არ მოვა უშკულში ვისაც შეუძლია და არ მოვა უშკულში ღმერთმა დასწყევლოს დღესვე როგორ დასწყევლოს სწორედ ისე როგორც ლეღვის ხე დაწყევლა კიდევ ერთხელ გავიმეორებ ვისაც შეუძლია 20 ივნის უშგულში ამოსვლა და არ მოვა ჩემს სანახავად ღმერთმა დასწყევლოს ჩემი ნახვა არ გინდათ ხო? ხოლო ჩემზე სიცილი და კისკისი გინდათ ხო? ღმერთმა დაგწყევლოთ ასეთი ხალხი თქვენ ხალხი არ ხართ და ვინც ხალხია ღმერთმა დალოცოს ის ხალხი ვინც აღმდგარია და ვისაც თვალი აქვს ახელილი და ვისაც ყური აქვს ახელილი ღმერთმა გაასმაგოს მისი სიკეთე ღმერთმა ჩახსნას ყველა დამოკიდებულებიდან და ღმერთმა მისცეს მას ძალაუფლება ამ დედამიწასა ზედა ვითარცა ქრისტეს მისცა ძალაუფლება ამ დედამიწასა ზედა ყველა ქრისტიანი მხედავს ხოლო ყველა სატანისტი და ანტიქრისტეს მოდგმა ბრმა არის და ჯიუტობს ღმერთმა დასწყევლოს ყოვლად ურყვნელმა სინათლემ დასწყევლოს ყველა ის ვინც თავს იბრმავებს თვალს იბრმავებს და ყურს იყრუებს დასწყევლოს ღმერთმა ახლა და ამ წამს დღესვე ყველაფერს წერტილს დავუსვალ წერტილი ესმევა ყველა ბოროტებას ლურჯი ფანქრით ამინ ოც ივნის უშკულში მაცხოვრის ეკლესიასთან გნახავთ